თუ ატყობ, რომ არც ერთ მამაკაცს აღარ მოსწონხარ, ან საყვარელ ადამიანთან გაგიფუჭდა ურთიერთობა. ანუ ძალიან ლამაზი ხარ, თავსაც ძალიან კარგად უვლი, ყველაფერს ძვირფას ყიდულობ, მაგრამ ვერავის მოწონებას ვერ იმსახურებ. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრესის ფონზე, ნერვიულობის ფონზე, თუ ჯადოს ფონზე, თუ გათვალვის ფონზე, თუ გააჩნია თითოეულ ადამიანს, შენ წაგირთვა ქალური ენერგეტიკა. ქალური ენერგიის ასამაღლებლად, წმენდისა და ქალური ენერგიის რიტუალისათვის მომმართე პირადში, WhatsApp-ი არის მითითებული და მე შენ გაგიკეთებ ისეთ რიტუალს, რომ ყველა ადამიანი მუხლებზე დაგეჩოქება, როგორც ქალიც, ასევე მამაკაციც. მაგრამ მანამდე მე გასწავლი ძალიან კარგ რიტუალს, რაც ენერგიას აგიმაღლებთ. ენერგეტიკა არ არის მარტო რომ ვეღაცას მოსწონდე. როდესაც ქალური ენერგეტიკა არ გაქვს, ვერ შოულობ ფულს, გიფუჭდება ხასიათი, გეწყება ჯანმრთელობის პრობლემები. იზიდავ გარშემო ტოქსიურ მეგობრებს, ტოქსიურ მამაკაცებს თუ ქალებს და ასე შემდეგ. მოკლედ, შენი ცხოვრება ხდება ძალიან ცუდი და რა თქმა უნდა, რომ გერთმევა ჯანმრთელობა. რა იწვევს ამ ყველაფერს არის ის, რომ სტრესი, ჯადო, გათვალვა, ცუდი ცხოვრება, რასაც წმენდისა და ენერგეტიკის ამაღლების გარეშე ვერაფერს ვერ გაუკეთებ. მოკლედ, დადექით სარკესთან და აიღეთ თქვენი საყვარელი ან სუნამო, ან რაიმე ტანის ლოსიონი ზეთი. ჩაიხედეთ სარკეში და თავს უყურეთ, თითქოს თქვენ უბრალო ადამიანი კი არა, დედოფალი ხართ. მაჯებზე შეისხი შენი სუნამო ან ლოსიონი და შეიზილე კისერთან, ხელებში და წარმოიდგინე, რომ ამ სურნელთან ერთად იღვიძებს შენი ქალური ენერგეტიკა. ჩაისუნთქე და ამოისუნთქე ღრმად 3 ჯერ და თქვი შემდეგი შელოცვა. ვიღვიძებ ჩემი ღვთაებრივი ენერგიით. მე ვარ სინაზის, სიყვარულის და ლამაზი ძალის წყარო. ჩემი ენერგია ანათებს და იზიდავს სიყვარულს, ფულს და შესაძლებლობებს. მე ვბრწყინავ შიგნიდან და გარედან. ძალიან კარგი იქნება თუ სანთლებიც ანთებული გექნებათ, ეს ლოცვა გაიმეორეთ 3 ჯერ. ამის მერე ძალიან კარგი იქნება თუ ყურსასმენებს ჩაირთავთ და სარკის წინ იცეკვებთ. მეგობრებო, ეს რიტუალი უნდა გააკეთოთ ყველა საღამოს მინიმუმ 16 დღის განმავლობაში, რათა ყველაფერს უნდა დისციპლინა. ადამიანებს გონიათ, რომ ფული ერთმე, ბარაკა ერთმევად, რატომ რისთვის ხშირ შემთხვევაში ქალური ენერგეტიკა არ აქვთ.